ეს თემა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობების კონდიტები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ცხადია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შეუქმნათ შესაბამისი გარემო, რათა თავი იცნონ ძალიან რეალიზებულად და წარმატებულად. ეგრეთ თვითონ თელავში ჩვენ ყავს ძალიან ვერსეული ხალხი ამ მიმართულებით, ვერსეული სპორტსმენები, ესენი გახლავთ ლადო ჭინჭარავი, ერთ-ერთი გამოკვეთილი, გიორგი ათუაშვილი და ალოდა კეთელაური. ჩვენ იცით რომ გამოყავით 15,000 ლარი ამ მიმართულებით. ამ თანხიდან ესენი არიან ან ჯერ დავიზუსტებთ ესენი არიან სასპორტო სკოლაში სპორტსმენები. ამ თანხიდან შევიძენთ 2 იარაღს და დანარჩენი მოხმარდება ინსტრუქტორების ჩამოყვანას და მათ გარკვეულ კომპენსირებას. ამავე დროს ჩვენ მუშაობთ შესაბამის ინფრასტრუქტურაზე, რომ მოვაწყოთ ტირი და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, სხვა დაინტერესებული ახალგაზრდობა შეიძლება რომ მოვიბრძანდეს და მიიღოს ამაში მონაწილეობა და ივარჯიშონ და საერთოდ მე ვფიქრობ, ასეთი ურთიერთთანამშრომლობა ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა ამ ადამიანებთან. ისინი არიან არა მარტო კარგი სპორტსმენები, არამედ მეწმუნედ კარგი მენეჯერები, მათ აქვს ძალიან კარგი ხედვა განვითარებისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებთან ერთად შევქმნათ კლუბი, რომელიც მიეუბნება იმ ახალ გაერთიანებას, კლუბურ გაერთიანებას, რაც იცით რომ თელავში დაარსდა და მე მიმაჩნია, რომ ძალიან მალე უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ ძალიან სერიოზულად და წარმატებულად გადავდგეთ ნაბიჯები ამ მიმართულებით.